ფიჭვნარში აღმოჩენილი ორი დიდი სამაროვანი, კოლხური და ბერძნული, ერთმანეთის გვერდით არსებობდა საუკუნეების განმავლობაში. აქ უკვე 1000-ზე მეტი სამარხი გაითხარა და თითოეული მათგანი განსხვავებულ დამკრძალავ წესებს გვიჩვენებს. კოლხური სამარხებიც არის აქ ნაპოვნი და რა შეგვიძლია ვთქვათ კოლხურ სამარხებზე? კოლხების ცხოვრების წესი, მათი რიტუალები, დაკრძალვის წესი თუ ყოველდღიური ცხოვრება ბერძნებამდე ყოველ შემთხვევაში ამ რეგიონში განსხვავებული იყო. ჩვენ გვაქვს როგორც ჩვენს რეგიონში, ანუ აჭარაში, ისე დასავლეთ საქართველოში კოლხური სამარხები, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ახლანდელ მდგომარეობასთან, ბერძნების გამოჩენის შემდეგ იწყება ცვლილებები. მაგალითად, ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში კოლხები უფრო, ასე ვთქვათ, ინარჩუნებენ ძველ წესჩვეულებებს, როგორც ჩანს, ინჰუმაცია, ანუ ინდივიდუალური სამარხები უკვე აქ გაბატონებულია, მაგრამ დაკრძალვის მიმართულება მიცვალებულის არ არის დაუშვათ ისევე როგორც ბერძნებში ერთნაირი აღმოსავლეთით არ გრძალავენ, არამედ სხვა მიმართულებები ჩრდილოეთში და დასავლეთია უფრო პოპულარული. პირველი ის არის, რომ აუცილებლად მოამარაგონ გარდაცვალებული რაღაც კონკრეტული ნივთებით და პირველი ამ შემთხვევაში ტრადიციული ძალიან ბერძნული წესჩვეულებებისთვის არის სანელსაცხებლე ჭურჭლის ჩაყოლება მიცვალებულისთვის. და ხშირ შემთხვევაში ეს სანელსაცხებლე ჭურჭელი არის ლეკითოსი. პარფიუმის ჭურჭელია, რომელიც შეიძლება იყოს 7 სანტიმეტრის სიმაღლის და ყველაზე დიდი ზომის, რაც ჩვენთან აღმოჩენილა, გიგანტური ზომის ამასთან შედარებით არის 31 სანტიმეტრის სიმაღლის. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სამარხეული ინვენტარი, რომელიც ათარიღებს ამ სამარხს. ბერძნულ სამაროვანზე არ მახსოვს, მაგრამ კოლხურ სამარხში მახსოვს. მთავარი იყო, რომ რაღაც ჩაეყოლებინათ და იყო ჩაყოლებული ოქროს საკიდი, ოღონდ დაზიანებული, გატეხილი. ანუ შეეცადა მიცვალებულის პატრონი, რომ რაღაცა ღირებული გაეყოლებინა. ადგილობრივმა კოლხებმა, რომელთა გვერდითაც ცხოვრობდნენ ბერძნული ეთნოსის წარმომადგენლები, საკმაოდ ინტენსიურად შეითვისეს მათ მიერ დანერგილი ესა თუ ის წესი. ძალიან კარგად ჩანს დაკრძალვის წესებსა და რიტუალებში. ის, რაც ბერძნული ტრადიციისათვის არის დამახასიათებელი, ძალიან მალე შეითვისა ადგილობრივმა კოლხებმაც და სწორედ განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს ყველაფერი ელინისტური პერიოდის სამაროვანზე. ბერძნების მსგავსად ელინისტური პერიოდის ადგილობრივი კოლხებიც მიმართავდნენ აღაპის შესრულების წესს, მის გასაცილებლად, რომლისთვისაც მიჰქონდათ შესაწირი, რომელიც იქვე იკლებოდა, ფრინველიც ყოფილიყო და სხვა მსხვილფეხა ცხოველიც, მიჰქონდათ შესანდობარისათვის ღვინო, შესაწირად მიჰქონდათ თევზიც. ჩანს სააღაპო მოედნებზე ამ რიტუალის ინტენსიურად შესრულების ტრადიცია და წესი. მიტანილი ნივთები, რა თქმა უნდა, იქ რჩებოდა ადგილზე, იქვე ხდებოდა დამტვრევა, იმიტომ რომ ის სხვა შემთხვევებში არ გამოყენებულიყო, ის მხოლოდ იმ მიცვალებულისათვის იყო განკუთვნილი. ჩვენ როდესაც ვსწავლობთ სააღაპო მოედნებს, მასალის დიდი ნაწილი არის საგანგებოდ დამტვრეული და იქვე ხდება ამისთვის განკუთვნილი პატარა ზომის ქვები. სააღაპო მოედნის გამართვა ხდებოდა მიცვალებულის დაკრძალვის შემდეგ. შესაბამისად, მიცვალებული თავისი მთელი ინვენტარით და ატრიბუტებით უკვე დაკრძალულია და გასაცილებელი ეგრეთ წოდებული ესეთი ტრადიცია, აღაპის მოწყობის ტრადიცია, ანუ წესი უბრალოდ დაკრძალვის შემდეგ იმართებოდა. თუმცა ამით არ ხდებოდა, არ სრულდებოდა ეს ტრადიცია. მიცვალებულს აკითხავდნენ მესამე დღესაც, მეცხრე დღესაც და 29 დღეს იგივე შესაწირისა და შესანდობარის მისი მოსახსენებელის ან მისი გახსენების მიზნით.
კოლხებთან აი ეს რიტუალი, რაც ჩვენ გვაქვს ბერძნებთან აღაპის მოწყობის რიტუალი, არ გვიფიქსირდება მეხუთე საუკუნეში, მაგრამ 2022 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს პირველად დაფიქსირდა აღაპი. ოღონდ ეს ძალიან მცირე ზომის აღაპი არის. აი ეს ფიქსირდება მეოთხე საუკუნის კოლხურ სამაროვანზე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ აი ბერძნების გავლენა ამ მხრივ კოლხურზე ჩვენ ხვდება ჯერჯერობით. ეხლა 95 სამარხი არ არის ის რაოდენობა, რომ რაღაცა გადაწყვეტით და დანამდვილებით ილაპარაკო, მაგრამ რაც არის აღმოჩენილი, მხოლოდ და მხოლოდ კოლხური თეთრი ფიქსირდება. კოლხურ სამარხებში უფრო მეტად ადგილობრივი წარმოების ჭურჭელი, ბრინჯაოს იარაღი და მონეტებია ნაპოვნი. ზოგჯერ ვერცხლის პატარა მონეტებსაც დებდნენ, როგორც გადასახადს საიქიოს გზაზე. გათხრების დროს აღმოჩნდა რიტუალური პლატფორმებიც, სადაც მიცვალებულის პატივსაცემად წვეულებებს აწყობდნენ, ტოვებდნენ საკვების ნაშთებსა და სასმისებს. აქ თქვენ ახსენეთ, რომ აღმოაჩინეთ ოქროსამკაულები, მათ შორის საყურეები, ხო არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, დადასტურებული შემთხვევა, რა თქმა უნდა, როდესაც თქვათ ამ არტეფაქტების გადარცვა მოუხდენია ვინმეს. ხო, იცით რა, ეს სანამ დაიწყებოდა გათხრები რომელიმე ტერიტორიაზე. გასაგებია. აი, ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ფიჭვნარი ყველაფერთან ერთად ამითაც ძალიან გამორჩეული ძეგლია. მთელ შავიზღვისპირეთში ჩვენ გვაქვს შავი არქეოლოგიის, რა ქვია, საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა. ფიჭვნარში აი მე ვახსენე 1000-მდე სამარხიდან არის ერთადერთი გაძარცვული სამარხი, ისიც ძველ პერიოდში. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყოლებს ამ აქ ადგილობრივი მოსახლეობის, ასე ვთქვათ, მაღალ კულტურულ, რელიგიურ, ასე ვთქვათ, რწმენა წარმოდგენებზე, რომ ისინი ასე მატერიალური დაინტერესების გამო ხელაღებით არ ძარცვავდნენ თავიანთ წინაპრებს და შემდეგ. არც ერთი, თქვენ წარმოიდგინეთ 1000 სამარხიდან არც ერთი არ არის გაძარცვული, გარდა ერთისა, რომელიც დადასტურებულია, რომ ის გაიძარცვა ძველ დროში, თუმცა რა თქმა უნდა, შავ არქეოლოგიას განსაკუთრებით აი მსილის მოპოვებას ბევრი ძეგლი შეეწირა აგრეთვე სამწუხაროდ დიუნური დასახლება. ფიჭვნარი, რადგან თვითონ ძეგლი ქვიშნარ გრუნტში არის ჩასმული, ანუ მიწა სხვაგვარად არის, ჩვენ გათხრების დროს პირველად რასაც ვაკეთებთ ფოტოფიქსაციას, ეგრევე ვაფიქსირებთ, როგორც არის. აი თითოეული ფენის აღების დროს, შემდეგ ხდება მისი გრაფიკული ჩახატვა და შემდეგ ვიღებთ ამას ამ მასალას, წვენთ, ვასუფთავებთ, თუ საჭიროა იქვე უკეთებთ რესტავრაციას. შემდეგ მოგვაქვს ეს მუზეუმში და ხდება საფონდო დამუშავება და აი ეს არის საკმაოდ რთული, ძალიან ესეთი სათუთი სამუშაო, რომელსაც რამოდენიმე თვე მეაქვს, რომ არაფერი არ გამოგვეპოვაროს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს, მაგრამ წლები გავა და ეს მომავალ თაობას, რომლებიც მოვლენ და იმუშავებენ და თავიანთ მოსაზრებას და ისტორიაში რაღაც ახალ ფურცელს შექმნიან, რომ ზუსტი ინფორმაცია გქონდეთ და არაფერი არ დაიკარგოს მომავალი თაობისათვის. ჩვენ ახლა ბერძნულ ნეკროპოლთან ვართ. ბერძნები აქ შემთხვევით არ მოხვედრილან. ძველი წელთა აღრიცხვით მე-6 საუკუნეში ისინი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე კოლონიებს ქმნიდნენ. მთავარი მიზანი იყო ვაჭრობა. ისინი აქ ხედავდნენ ვაჭრობისთვის ყველაზე ოპტიმალურ გარემოს და საკმაოდ წარმატებულებიც იყვნენ. 2017 წელს აღმოჩენილი სამარხი, სადაც სხვადასხვა კერამიკულ ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ტერაკოტის, ანუ პატარა თიხის
ღორის ქანდაკება, რაც დემეტრასთან არის დაკავშირებული, ღვთაება დემეტრასთან. ეს ძალიან საინტერესო იყო, იქ იყო ადამიანის სახის გამოსახულებიანი მძივსაკიდი, ძალიან საინტერესო სამაჯურები იყო, განლაგება, ბერძნული კულტურის გავლენა ამ სამარხში კონკრეტულად ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს იყო ჩვეულებრივი ხის კუბოში ჩასვენებული, მიცვალებული, რომელსაც სამარხის თავთან ამფორა ჰქონდა ჩაყოლებული, რომელზეც ბერძნული წარწერა არის და სხვადასხვა ტიპის ნივთები იყო ძალიან სუყეთ ჩაყოლებული და ძალიან საინტერესო იყო ამ მხრივ ეს სამარხი. ჯერჯერობით კი ფიჭვნარი არის მრავალკულტურულ შრიანი ძეგლი, არქეოლოგიური, რეალურად ეს არის, რომელიც მხოლოდ იმ ტერიტორიით არ შემოიფარგლება, რომელსაც ჩვენ შევისწავლით, არსებობს ფიჭვნარის განაპირა მხარეები, რომლებიც აუცილებლად იქნებოდა ამ ადგილთან დაკავშირებული და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ეს ერთადერთი ადგილია, სადაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, შრომობდნენ და გარდაცვალების შემდეგაც გვერდით რჩებოდნენ ორი დიდი ეთნოსის წარმომადგენლები, კოლხები და ელინები თითქმის 3 საუკუნის მანძილზე. უნიკალურ მიგნებად ზოგადად ის, რომ სამარხები დახუნძული არის სხვადასხვა ინვენტარით, როგორც სამეთუნეო კერამიკით, ასევე სამკაულებით, ასევე შეგვიძლია ვთქვათ ბრინჯაოს ვერცხლის, რკინისაგან დამზადებული სხვადასხვა ტიპის სამკაულებით და რა თქმა უნდა ოქროს ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული სამკაულებით. ძალიან მნიშვნელოვანი არის საიუველირო ხელოვნება, განსაკუთრებული ალბათ ისიც, რომ არც ფიჭვნარელი ადგილობრივი კოლხი, იუველირები ჩამორჩებოდნენ აი ამ საერთო ტენდენციებს, რაც იმ პერიოდისათვის ანტიკური ხანისათვის იყო დამახასიათებელი და სწორედ აქ აღმოჩენილი, ამ ელინისტურ სამარხებში აღმოჩენილი მცირე რაოდენობის არ არის ისინი ძალიან დიდი რაოდენობით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეხმაურება კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს. ჩამჩა ბრინჯაოსი არის საწურია, რომელსაც იხვის თავის სახელური მთავრდება იხვის თავის გამოსახულებით. ბერძნულ სამარხში აღმოჩენილი არის რკინის თოხი. ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები მხოლოდ სავაჭროდ არ ჩამოდიოდნენ. ახალგაზრდა გოგონებთან ჩაყოლებულია ბრინჯაოს სარკეები, ფანტასტიკური ვერცხლის სასაფეთქლე ხვია, წყვილი. პატარა პირამიდებია ოქროს მავთულით, რომელიც ერთად იყო სავარაუდოდ ასხმული. გვაქვს ბრინჯაო, გვაქვს რკინა, არის ვერცხლი და არის ოქრო, რაც მთავარია. 2010 წელს ჩვენ მქონდა შემთხვევა, ესეთი შემთხვევა, როდესაც სამარხში დიდი რაოდენობით იყო ჩაყოლებული ბადის საძირავები, მეთევზეობასთან დაკავშირებული ტყვის საძირავები. დაახლოებით 100 ცალზე მეტი მიცვალებულისათვის თავის არეში ჩაუყოლებიათ როგორც ჩანს მთლიანად ბადე. მეთევზეობით დაკავებული პიროვნების, ანუ მისი პროფესიის განსაზღვრაც კი მოხდა ერთგვარად იმ სამარხეულ ინვენტარით. ამავე სამარხში იქნა აღმოჩენილი რამდენიმე ნემსკავი და თევზაობისთვის განკუთვნილი ტივტივაც კი, ბრინჯაოს ვარსკვლავისებური ტივტივა. საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე არის გადაჭიმული და ძალიან რთული რელიეფი არის, ძალიან რთულია მუშაობა ნაქალაქარზე, იმიტომ რომ დაჭაობებულია, ამიტომ ტექნიკურად ბევრ ფინანსებს ითხოვს, ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს, რომ იქ გათხრების, იმიტომ რომ ეს ჭაობიანი წყალი უნდა ამოიტუმბოს. კოლხეთი ამ მხრივ უნიკალური იყო. აქ მოიპოვებოდა ოქრო, სპილენძი და რკინა. სწორედ ამიტომ ფიჭვნარი იქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად. ბერძნებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაიწყეს ცხოვრება, მაგრამ ისინი ინარჩუნებდნენ საკუთარ ტრადიციებსაც.
ამის დასტურია ბერძნული სასაფლაო, სადაც მკვდრებს საკუთარი რიტუალებით მარხავდნენ და საფლავში იმპორტირებულ ნივთებს დებდნენ. ფიჭვნარი იყო ადგილი, სადაც ხმელთაშუა ზღვის მსოფლიო და კოლხური სამყარო ერთმანეთს ხვდებოდა და ეს კონტაქტი რამდენიმე საუკუნე გაგრძელდა. სწორედ ამ აღმოჩენების წყალობით ჩვენ ვიცით, რომ კოლხეთი იყო აქტიური, ღია და მრავალფეროვანი კულტურული სივრცე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის სამყაროსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.